მოგესალმებით მეგობრებო, მთელი ცივილიზაციური სამყარო, ცივილიზებული სამყარო განიცდის ამბავს და საუბრობს რაზე იცით? მელია ბნელ ძალთა, მზე ძალთა დაპირისპირებაზე, როგორ უპირისპირდება სააკაშვილი TV პირველს და მელია სააკაშვილს. და გვაქვს მთელი რიგ ვაპროსები ამ ხალხთან, მაგრამ რიად ვაპროსები, ხო, რიად ვაპროსები, მაგრამ ჯერ ვილაპარაკოთ როგორ აუბა მხარი დასაკეტად განწირულმა პოლიტიკურმა პარტიამ ნაცებმა, როგორ აუბეს მხარი თავის დაკეტილ ლიდერს. თინა ბოკუჩავა, ნიკა მელიაზე, გავუშვით. ერთიანობის დრო არის, მაგრამ ვიღაცებმა სააკაშვილს უღალატეს და ივანიშვილის ფული აიღეს, ესეც რა შეეხება? დიახ. ბატონო? ანუ ერთიანობის დროა, ასეთია თქვენი მიმართვა მელიას, მაგრამ ასევე ეთანხმებით სააკაშვილს, რომელიც ამბობს, რომ იქ ვიღაცებმა ივანიშვილის ფულით მისი დასუსტება სცადეს. ასეთია ჩემი მიმართვა, ყველას მიმართ, არა მხოლოდ ნიკას მიმართ, არამედ მეორე ნაწილზე რა სიტყვით სააკაშვილის უკვე ძველ განცხადებაზე? და ელენეს მიმართ და ზურას მიმართ და ყველას მიმართ. და ეხა აქ ეს განცხადება, ეს პირველი განცხადების ავტორი პრეზიდენტი სააკაშვილი იყო, ხო? და თქვენ გახსოვთ, მე მაშინაც ძალიან ღიად თქვი ჩემი მის მიმართ უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, რომ თუ რაიმე კითხვის ნიშნები არსებობდა პარტიულ დაფინანსებასთან დაკავშირებით და ამ დაფინანსების წარმომავლობასთან დაკავშირებით, ეს კითხვები ჩვენ საპარლამენტო არჩევნებამდე უნდა დაგვესვა. აი მაშინ შეიძლება ერთგვარად გამართლებული ყოფილიყო დიანა, მაგრამ ახლა, როდესაც ქვეყანა მართლა გადაჩეხვის და უბსკულის პირას არის, ჩვენ ყველამ ჩვენს თითოეულ სიტყვაში, თითოეულ მოქმედებაში და თითოეულ ნაბიჯში თუ არ გავიაზრეთ და გავისიგრძეგანეთ ის, რომ ძალა ერთობაშია, ლიტონის სიტყვები არ არის და ჩვენი მოქმედება სააკაშვილს არ დაეთანხმა, რომ იმაში რომ დააბრალა ჭყალებში, რა თქმა უნდა, გილაურისგან ფული აიღეთ და ეს ბიზნეს ფული იყო. აი ესე თინა ბოკუჩავა ესე ეპასუხება თავის ლიდერს. საერთოდ ძალიან მაგარი დაპირისპირება, მზე ძალთა დაპირისპირება. მაგალითად, TV პირველს დაარტყა ციხეში მყოფა, მაგრამ მე ერთი მაინტერესებს მექანიზმი. ეგეც მაგალიას თემაზე იყო, ხო? TV პირველს მაღაზე. ხო, რაღაცა თქვა TV პირველმა და ესე არ არისო და მივხვდი ასევე ძალიან საინტერესო დებულება გამოაქვეყნა, რომ როდესაც შენი ძახი რო არც ნაცი ვარ და არც კოცი უნდა დააყოლო მართლა თავის ეცედა მიშა სხვა შორის ახასიათებს ეგ ერთ წინადადებაში ფიქრობ ხოლმე რომ ამდენი შეუთავსებლობა ერთ ცნობიერებაში როგორ იყრის თავს ეს წარმოუდგენელია და თქვა რომ როცა არც ნაცი ხარ და არც კოცი ამას ამბობ უნდა ამატო რომ იდიოტი ვარო იმიტომ ყველა სხვა შემთხვევაში ეს ივანიშვილის წისქვილზე ასხავს წყალსო. მე მგონია, რომ წმინდა სტრატეგიული და პრაგმატული თვალსაზრისით აღარ ვამბობ მორალურ საკითხებს, თუ უნდა ნაციონალურ მოძრაობას, თუ უნდა ვთქვათ, აი ამ რადიკალურ ოპოზიციურ ძალებს, რომ აი ეს გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, ეგრეთ წოდებული შუაშისტები ეგრეთ წოდებული გარკვეული კატეგორია ჯენზისა, რომელიც აქციებზე იდგა, მაგრამ შეიძლება მიშისტები არ იყვნენ. ესენი მოიმხრონ, სრულიად სხვა პოლიტიკა უნდა აწარმოონ. პირველ რიგში მიშა უნდა გამოვიდეს ამ რაღაცა ეგომანიაკალური. არა, მიშა უნდა გამოვიდეს ამ ეგომანიაკალური მდგომარეობიდან. როგორ გესახება? ვერ მესახება, იმიტომ რომ მიშა არ ვიცი თავის ფეტიში, ხო, თავის თავზე ფეტიში. მიშა თქვენ წარმოიდგინეთ, ესე იგი მართლა რა მართლობა ქონდა 2003 წლიდან, აი ოპოზიცია ციხეში მყოფი კაცი რეებს კადრულობს, რომ საქართველოს მედავა არსებობს. წარმოიდგინეთ ამას, რომ ქვეყნის სადავეები იქნებოდა ხელში. ანუ მართლა დაგვაჯერა იმ პერიოდში თავის პროპაგანდით, თავის ძალოვანი სტრუქტურებით, თავის მეგის გარდავებით და ციხეში წამებებით, რომ ესე იგი დავით აღმაშენებლიდან პირველად საქართველოში ხდება ის, რომ ასფალტი იგება, შუქი მოვიდა, შეგაწყვეტილება. დაგვაჯერა, დაგვაშინა. დაგვაშინა, მაგას დაგვაჯერა არა, რა თქმა უნდა. დაგვაშინა. და მე მახსოვს აირაი იყო ესეთი ორგანიზაცია, მისი ქართული რედაქცია და მისი ქართული ოფისი აქვეყნებდა ისეთ კვლევებს, სადაც იყო შემდეგი რა ვინ არის ყველაზე მაგარი ქართველი 10 კაცი სადაც ერეკლე მეფე დავით აღმაშენებელი თამარ მეფე ასე შემდეგ აი ამ
კალიბრის მონუმენტური მნიშვნელობის ხო ფიგურები არიან შეყვანილი და ბოლოშია მიხეილ სააკაშვილი კი ეხა ილია ჭავჭავაძეს და დავით აღმაშენებლის წინ არ არის მაგრამ ამ სიაში ხო არის ანუ ამ სიგიჟეში ვიცხოვრეთ და ხო შეიძლება რომ მიშა რაღაცნაირად ნუ გადავლახო თვითონაც გადავლახოს ამ უბედურმა თავისი თავი დემონები და ქართულ პოლიტიკაზე მნიშვნელოვანი რაღაცები უკრაინაში რა შენ არ გაკეთებ კომენტარს ამაზე თუ დავატარე მიშას და მელიას დაპირისპირება ალბათ ყველაზე ნაკლებია ეხლა ჩვენ რა გვაინტერესებს რომ შენ სწორად აღნიშნე დასაწყისში რომ ეს ამ ზეძალთა დაპირისპირება თინა ბოკუჩავა ეხლა როგორც არ უნდა სადოს რომ მიშას ზღვენი მიუღნას აქედან და ილაპარაკოს იმაზე რომ ერთობა ჭირდებათ ეს ერთობა ვერ იკვრება იმიტომ რომ არიან მათი მე შემანალის შემოგთავაზე პირისპირებული ხალხი როგორც ინფორმაციამ გაჟონა უკრაინა თანხდება უკრაინა თანხდება ტრამპის პირობებს მე ერთ რამეს მივაქცევ ყურადღებას ტრამპის პირობების თანახმად ნატო თავად ამბობს უარს გაფართოებაზე შესაბამისად საქართველოში ნატო ვერ იქნება როგორც კი ეს ხელშეკრულება დაიდება როცა ნატო უარს იტყვის რუსეთის შიშით გაფართოებაზე საქართველოც მოაზრება და ყველა სხვა ქვეყანა უკრაინის მსგავსად. შესაბამისად, ის მუხლი, რომელშიც წერია ნატოზე, კრაჩობილი მუხლი გახდება. შესაბამისად, ბევრი რამე უნდა გავაკეთოთ. პირველ რიგში ალბათ ან რეფერენდუმი უნდა გავაკეთოთ, ან რა ვიცი, რომ ეს მუხლი და ეს სიგიჟე საქართველოში დასრულდეს. და ამიტომ ეწინააღმდეგება ევროპა ამას ასე ძალიან, მაგრამ თავზევით ძალა არ არის. ევროპა ვერ ეხმარება ზელენსკის ვერც იარაღით, ვერც ფულით. ტრამპს ეს აღარ სურს, პირიქით ტრამპი თავისი გავლენით, იმ გავლენით, რომელიც აქვს ნაბუზე, ანტიკორუფციულ ორგანოზე, ზელენსკის ძირავს, ერთი პორცია კომპრომატი გამოუშვა, თუ საჭიროა სხვასაც გამოუშვებს და ყველაფერი ღვთისმადლით დამთავრდება იმით, რომ სამწუხაროდ ძალიან ცუდი პირობებით დაასრულებს და თავარი 2022-ის დასაწყისში, შუაში, მარტში ზელენსკის რო დაედო ხელშეკრულება მზავი რო დაედო სტამბულში 100,000-ობით ადამიანი გადარჩებოდა ეკონომიკა მეტნაკლებად და ბევრი რამ უკრაინას ექნებოდა უკეთესად. ჩამოვიდა ბაიდენის დავალებით ინგლისის კლოუნი პრემიერი და უთხრა რომ იბრძოლეთ და მოგცემთ იარაღსო. შესაბამისად, როგორც კი ეს ხელშეკრულება დაიდება, ზელენსკის ხვედრი არ ვიცი მე რა იქნება. მე ამაზე არ ვდარდო, მაგრამ უკრაინაში შეიძლება ქაოსი დაიწყოს. ხო. ესე იგი აი ხა უკითხულობდი ლავროვმა მიმართა ევროპელებს, რომ ევროპელები რო ამბობენ, ესე იგი ჩვენ გარეშე ეს ვერ გადაწყდება, იმიტომ რომ ჩვენს გვეხება. ევროპელები მართლა და დიპლომატიაში ზოგადად და ეს სიმბოლური ინტერაქცია, ეს ჟესტიკულაცია, ეს პატარა დეტალები ძალიან მნიშვნელოვანია ტრამპმა. უკვე მერამდენედ განამწესა პატარა ბავშვებს რო დასვავ იქით გვერდზე მაგიდაზე და იქით რო ათამაშებ ხო ეგრე შესაბამისად მათი გადაწყვეტილების წილიც ზუსტად არის მაგხელა არ დაესწრებიან შეხვედრებს არ დაესწრებიან ვერაფერს ვერ კაია კალას რომ არ შეხვდა რუბიო და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა შავა მისაუბრა ამ საკითხებზე ამერიკა ალბათ ემზადება იქით ხო ლათინური ამერიკისკენ შეიძლება პატარა მობილიზაცია იყოს ვენესუელაში და ამ შემდეგ მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომმა გვანახა ის რომ ესე იგი ყველა შეთანხმება აბსოლუტურად ჩაშალეს ევროპელებმა წინა იყო ან ბაიდენმა ნუ ბორის ჯონსონი იყო ბაიდენის ხელდასმით თვითონ ამბობდნენ უკრაინელი ლიდერშიპი რომ ბორის ჯონსონი იყო ვინც ყველაზე მეტად აქტიურობდა ხო აქტიურობდა აი ყველა შეთანხმებას რო თავი დავანებ სტამბოლის შეთანხმების თანახმად უკრაინა მინიმუმ იქნებოდა ამაზე უკეთ ყველა მიმართულებით ტერიტორიული საკითხი, ადამიანური რესურსი, ადამიანის სიცოცხლე, ეკონომიკა და ასე შემდეგ. მაგრამ აქ ყველაზე მთავარი არის ინტერპრეტაცია. თუ დასავლური, აი ეს ევროატლანტიკური სამყარო თანხმდება, რომ უკრაინა არ უნდა გაწევრიანდეს ნატოში, ეს ირიბად ნიშნავს რომ საქართველოსაც ეხება ხო ეს საკითხი. მოდი საერთოდ აღარ უნდა რა მიკი მოგ ძალიან მარტივი ენით რო ვილაპარაკოთ რა. ნატო არ უნდა გაფართოვდეს. ესე ეწერება. ნატო იტყვის უარს გაფართოებას. ხო. შეხედე
ეს ხო პირდაპირ თუ ირიბად ნიშნავს, რომ ბრძალო როგორ არის მულო შენგეუნა, როგორ არის ეგ? ბრძალო შენ გაიგონე. თუ პირიქით არის მულო შენგეუნები შესაძლოა გადანაცვლებული ჯამი არის. მოკლედ საქართველოს არ უნდა გაწევრიანდეს ამ ალიანსში, არა. იგივე ვერ სხვა საკითხი ვერ ისედაც ვერ ალიანსი იტყვის უარს. მაშინ ხო და ძალიან უხდება საერთაშორისო პოლიტიკას მარტივი კითხვებით საუბარი. ვინმეს ჯერა საერთოდ დედამიწაზე რომ ესე იგი ნატოსთვის იმდენად მნიშვნელოვანი არის ადამიანის უფლებები რომ თუ ჩვენ აი ამ სტანდარტზე არ ვიქნებოდი უბრალოდ ვერ მიგვიღებდნენ უკვე სიგიჟეს ანუ ისე მიგვიღებდნენ და ისე შექმნიდნენ აი მაგალითად ბალტიისპირეთი როცა გააწყვიტეს რომ ეს აწყობდათ ხო ბალტიისპირეთთან შექმნეს რა არა ფინეთში ნუ კაი რა ვიღაცა მოგედო რა ადამიანის უფლებები რა საერთო რა სტანდარტები რა დემოკრატია ხო რაზეა ლაპარაკი არა არ გვიღებდნენ რა უბრალოდ უყურე როგორ ბირთვული სახელმწიფოა სახელმწიფო ეუბნება რომ ეს ქვეყნები არის ჩემი გავლენის ზონა და ვიომებთ და ვის გაუჩნდებოდა განცდა რომელიც ყოფილს რომ ამას მოახერხებდნენ და მოაგვარებდნენ და აქ იქნება ცალსახად დაწერილი იქნება ცალსახად ზელენსკის გასაგები დაწერილი იქნება რომ ნატო არ ფართოვდება შესაბამისად ნატო ჩვენთვის აქტუალური აღარ არის, აღარ იქნება ეს თუ მოხდა. და მოხდება კიდეც, ხო? ბოლო სადაც 2 თვე არის დასავლურ მედიაში მოხდა ის რაც არ მომხდარა აქამდე მთელი ომის მიმდინარეობის მანძილზე დაიწყო ზელენსკის წინააღმდეგ კრიტიკული სტატიების ან აქტიური ტირაჟირება. შემდეგ იმ ანტიკორუფციულმა ბიურომ რომელიც ერთადერთი გადაწყვეტილება იყო რომლის მიღებაც გარედან აუკრძალეს იმიტომ რომ ომის პერიოდში იმდენი რაღაც აიკრძალა უკრაინაში ოპოზიცია დაწყებული მედიით დამთავრებული არაფერზე არ ჩარეულან პოლიტიკა აიკრძალა ჩაერიunen და ტირაჟირება მოახდინეს სოციალური პროტესტის რომ ანტიკორუფციულს ხურავსო ზელენსკიო და ამაზე აღშფოთთაო ხალხიო მასობრივი სვლელობები დაიწყო ან 3 წელიო ომში მყოფი ქვეყნის მოსახლეობა თუმე 3 წლის მანძილზე მარტო იმაზე აღშფოთთა რომ იმას რა ქვია ანტიკორუფციულ ბიუროს ხურავდა ზელენსკი. არა თარეს ამას მოყვა სასწავი გამოვიდა მაშინ. ხო რა თქმა უნდა მაგრამ დასავლურმა მედიამ ესე გააშუქა და ჩვენთანაც ეგრე გააშუქეს მე. ამას მოყვა შემდეგ ის რომ ეს ვეღარ დახურეს იქვემდებარებდა რომელმაც შემდგომ ამ ბოლო 2 თვის განმავლობაში ერთი მეორის მიყოლებით დაიწყო გამოვლენა კონკრეტული მინისტრების მაგალითად იმისი იუსტიციის მინისტრის და მეორე რეგიონალური განვითარების რომელიღაც აგრეთვე მინისტრის რომელსაც თურმე 100 მილიონი დოლარი აქვს თუ ამათო მოპარულიო რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ხო ფაქტად დადეს რა, რომ აი ესეთი სკანდალი გასკდაო რა. ეს ნიშნავს, რომ Deep State ზელენსკი უკვე იყო უკმაყოფილო, მისი შეცვლის არა, პატრა გაფრთხილება იყო ის აქციების გაშუქება. ეს უკვე ის იყო, რომ всё. აქ ეხლა არის ყველაზე მნიშვნელოვანი შემდეგ, როდესაც უკვე ოფიციალურად გაცხადდება რა ტიპის შეთანხმებას თანხმდება უკრაინა. რომ მოაწერა. კი, აი და როცა იმის პუნქტობრივი განხილვა შეგვეძლება, მან შეგვეძლება ჩვენ იმის წაკითხვა, ეს არის კვლავ Deep State-ის სცენარი, თუ ეს არის შემთხვევა, როდესაც ტრამპმა მოახერხა Deep State-ის გვერდის ავლით მართლა ის თავისი გეგმა და ეგო დაეგმაყოფილებინა იმ მიმართულებით რომ მე როგორც მშვიდობის ყოფილი პრეზიდენტი მე როგორც ომების დამსრულებელი აგერ ამ ომსაც როგორც წინასაარჩევნო დაპირება იყო ვასრულებ მერკანტილური ინტერესიც აქვს იმიტომ რომ პუტინი პირდება ბევრი წიაღისეულის ბევრი საბადოს და ბევრი ბიზნესის ერთად კეთებას ესეც ძალიან გარდაუვალია ანუ მან რომ ამერიკის ფინანსური ინტერესი და რასაوارად ჩინეთისკენ აღარ წავა ისე ინტენსიურად ამერიკის ფინანსური ინტერესი რო აქ ძალიან დიდი იქნება ეგ ცხადზე არის ისედაც როგორ იცვლებაც არ უნდა მოხდეს სულ როგორიც პირველადი იყო ეგრე დარჩეს და სულ რო შეიცვალოს ეგ იქნება რაც არ შეიცვლება არც ერთ ვარიანტში ამერიკის ფინანსური ინტერესი მაგრამ ეს ინტერესი როგორი იქნება ეგა მნიშვნელოვანი რა იმიტომ რომ
აქამდე მთელი ამ ომის ინტერესი იყო მაგალითად სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსის. იმიტომ რომ ეს ომი როგორც რაღაც მუდმივი კაპიტალის შედინების წყარო თავიდანვე ყვებავდა deep state-ის ამ მნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს. რომ შეუძლიათ რუსეთის ბრძოლის ველზე დამარცხება. ან რუსეთში სანქციებით ბუნტის გამოწვევა, რაც 4 წლის განმავლობაში ალბათ მიხვდა ტრამპი და ჭვიანი ხალხი, რომ ეს არ მოხდება. ეხლა რატო არ უნდა ევროპელ ლიდერებს ეს გასაგებია. ჯერ ისე ძალიან დიდ მაყურს რო 150 მილიარდი დოლარი მისცეს ამ 4 წლის განმავლობაში. იქიდან წილი ვიღაც ძალიან კონკრეტულ ჩინოვნიკებს აი დარწმუნებული ვარ რომ შეძლიოდათ რა. როგორც ამერიკაში, ისე ევროპაში. აი ამ თავდაცვის მინისტრებს არ ვიცი, ბევრს სხვადასხვა მინისტრებს შეძლიოდათ. უკრაინის ტერიტორიაზე ძალიან დიდი ნაწილი აქვს მაგალითად უკვე დაკონტრაქტებული BlackRock-ს, რომელმაც უნდა აღადგინოს უახლოეს რამდენიმე 10 წელიწადში იქაურობა. 100 მილიარდი არის მარტო მაგაზე გამოყოფილი. შესაბამისად, ანუ რასაკურველია მაგ ფინანსურ სარგებელზე უარის თქმა არის მათ მხრიდან შეუძლებელი. ამიტომ მთავარი გადალაგება მაგნაწილში მოხდება ამ მიმართულებით და სხვა ყველაფერი უკვე არის მართლა იქამდე ზელენსკი სადამდე დარჩება მარიონეტ პრეზიდენტი. ძალიან ცოტა ხანი. კაი, მოდი, რა გავუშვათ? პეტრე ყავს ცისკარიშვილი, ირაკლი კუპრაძე, გედევან ფოფხაძე ხო არ გავუშვათ? გედი გავუშვათ. 30-ად ვიცით რომ ეხლა ვართ ერთ ჯაჭვში, ვართ ერთად და ერთმანეთს უნდა გავაძლიეროთ და უნდა ვიყოთ ერთად. აი მე მაგ სრული უპირობო განცდა იმისი რომ თუ ყველაფერი გვერდზე გადაიდება რაღაცა პოლიტიკური პარტიული განსხვავებები რაღაცა წინააღმდეგობები და უბრალოდ ვიტყვით რომ ქვეყანას დაჭირდა ეროვნულ განმათავისუფლების მოძრაობა ყველა ხვდებით ამისი წევრები და უნდა დავამარცხოთ რეჟიმი ამისი ივანიშვილის ეშინიერი არა ეს არის განაჩენი ივანიშვილის ნებისმიერი დიქტატურის ნებისმიერი ტირანიის ბოდიში მინდა ვითხოვო ინფორმაცია რამდენი ხანია შიმშილობს ეს 28 დღეო 30 დღე და ოჩა როგორ ახერხებენ ნაცები არა იგივეს იმეორებს ეს გენერატია ჩვეულებრივი ნუ 30 უბერმენში და მოდი და არა ეს დეგენერატია დღეს კითხულობდი ვინ თქვა აღარ მახსოვს პროტესტმა ძალა დაკარგაო მე მგონი ბუკამ ცალთვალა რაინდმა კი არა ვალეტმა ცალბუკა ეს იმ ინსპირაციით ვესტერნი რო არის არა მე სხვა ინსპირაციით ცალბუკა მე სხვა ინსპირაციას საერთოდ ხები ეგეთ რაღაცებს ცალბუკამ რაღაც ბაგდაგვარი ხო ზუსტად არ მახსოვს ცალბუკა არის და ვერ მივაქცია ყურადღება მაგრამ იმ ჩვენმა ჩაბერიელმა ძმამ თქვა ეგ უფრო ისე რა მჭექარეთ ტაბლიაშვილმა გვაქვს ხო ბუკა პეტრიაშვილმა თქვა პროტესტი ყდება მაგრამ დღეს მაინც მივდივარ სადაც პროტესტი არისო. ნანუკა ჟორჟორიანი გავუშვდა ერთ მაინტერესებს. ანუ მისსავე მდგომარეობაში არისო პროტესტიო. მე როგორ მდგომარეობაში ვარო, ცალ მდგომარეობაში ეგრე არისო პროტესტიო. კიდევ რა უნდა გააკეთოს ემიგრანტმა, როცა ცხოვრობთ ევროპაში, როდესაც ევროპამ ამხალა, არ ვიცი, საქმე გაგიკეთათ, მარტივად რომ აგიხსნათ სიცოცხლეს გადაგარჩინათ, შიმშილს გადაგარჩინათ, ხოცები არ უნდა იყოთ. სირცხვილია ევროპაში ცხოვრობდე და ქართული ოცნების მხარდამჭერი. ეს საიდან რომიდან გვებაზრება, ხო? ეს რომშია? რა ვიცი, დედას კი გვაგიდებს ყველას. ხო, ესე იგი, პროტესტი რატომ მიატოვა და რატომ მოქისდა ევროპაში ცხოვრობდა და ქართული ოცნების მხარდამჭერი რომში რატო არის? საშოპინგო წავიდა. ჩემი აზრით სირცხვილის ფორმულა თვითონ თავიდან ბოლომდე და გაჯობის, მაგრამ ნუ ჯანდაბას სირცხვილია. სურომმა მოკლა ამის წინაპრები. ჰა? სურომმა მოკლა თქვა ამის წინაპრები. ანუ რომში, აი რომი ხო როგორი ქალაქია? აი ნუ რომში ნანუკა. რომს აქ ნანუკას მიუღებლობა. რატო რა გინდა? ეხა ძალიან ის არის ბევრი უსახლკარო გაჭირვებული და მათხოვარი და ბომჟი. არა, იმას ვამბობ, ანუ რომი იტევს. რომი ყველაფერს დაიტოვებს, კი, ნანუკა ვაფშე ვერ შეატყობს რომს ვერაფერს. ანადოლიზე ჩვენ თქვით, რომ გარკვეული ეთიკური მოსაზრებების გამო არ უშვებს. იმიტომ რომ მას გარკვეული ტიპის მენტალური პრობლემები აქვს და არ გააჩნია რას ამბობს. მე დავანგრევ ამ სისტემას და აი შეხედეთ, მიუჯინეთ ტაბლიაშვილს და მიეცით ამასაც იგივე პრეპარატები, რასაც მანამდე ტაბლიაშვილს ასმენდით. არ გაუშვათ, ხო? მე დავანგრევ ამ სისტემას ამბობს და როგორ ამბობს რა გამონათვალებით არ გვაინტერესებს? ან მე მაინტერესებს თუ ამბობს მას სტრატეგიას დაანგრევის. აბა გაუშვათ და შევხედოთ.
ჩემი ამოცანა არის ადრე თუ გვიან ეს სისტემა უნდა დავანგრიოთ, მე დავანგრევ მე თვითონ. სხვას კი აღარ დაველოდები. ხო და როგორ მე დავანგრევ მე თვითონ. დავანგრევას თუ რამე იცით ახლა გითხარით ხო, იმიტომ რომ ამაზე მსჯელობს აგერ ოპოზიცია რამდენი წელია, ხო? ზოგი ამბობს რომ ეს სისტემა დაინგრევა, თუ მაგალითად პროტესტი გაძლიერდება და ოპოზიცია არც ერთ ფორმატში არ ითანამშრომლებს ქართულ ოცნებასთან. მეორენი ამბობენ რომ ყველა პოლიტიკური ბრძოლის ველი უნდა იყოს გამოყენებული, რაოდენ უსამართლოც არ უნდა იყოს საარჩევნო სისტემა ჩვენს ქვეყანაში. თქვენ თუ რამე იცით იქნებ მარტო როგორ აპირებთ აი ამ სისტემის მე აქ ამ ხოჭოს ძალიან ბევრი რამე გამომივიდა მიუხედავად იმისა რომ ოპოზიციაში ვარ. ძალიან ბევრი რამე. თუმცა თავარი ხომ მაინც ხელისუფლებაში მოსვლა იმისათვის რომ ყველა ის ასე ვთქვათ პრობლემა მოაგვაროთ, რაზეც თქვენ საუბრობთ წლების განმავლობაში. ეს ხო დოქტორია. შიამას აღარ გაუშვათ ეს. ეს ხო დოქტორია, მეტი რა უნდა გამოსულიყო. ბევრი რამე მარტო დავანგრევა და. შენ ხარ დოქტორი? მე არაფრის დოქტორი არ შეგიძლია. ეს დოქტორია, თქმა უნდა გამოვიდა არ მაქვს მიღებული. ხატია დეკანოიძე. აი ხატია მოთქვავს. ხატია ადეკვატურია. სულ ამას ვამბობდი, აი ერთ-ერთი ეთერი იყო თუ არ ვცდები ირაკლი შენთან, დილის ეთერი, როდესაც ვამბობდი, რომ თავარი იდეა ეხლა არის ის, რომ არა ვთქვათ არჩევნებზე გვესაუბრა მაშინ, არამედ ის, რომ რაღაცნაირად ერთიანი პოზიცია ყოფილიყო ჩამოყალიბებული, იმიტომ რომ ველი დაქუცმაცდა, დანაწევრდა და შემდეგ ურთიერთ გადაბრალება წავიდა. ხო, ველი დაქუცმაცდა არა, თქვენ დაქუცმაცდით, ველი ისე არის, როგორც არის რა. ხო, მე ხაჭოს პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუში თქვი და როგორც ადამიანს მართლა მებრალება ის ხალხი რო იჭერენ მაგრამ უცებ ეს სიბრალული როგორ ხდება ისი როცა მიცვალებულს აგინებენ როცა ავადმყოფს დასცინიან სასიკვდილოდ გადადებულ ავადმყოფს დაუშვათ დასცინიან ინსულტის მქონე ადამიანს აი ვაფშე ხდება ყველაფერი რა აი ოდნავ რაღაცა ემპათია გაჩნდება და მე ეგრევე ხდება რა. მე მგონი მანამდეც უნდა გააქრეს, როცა მათ მიზნებს გაიხსნა. ხანდახან ხდები, გავიწდება რა, ადამიანი ხარ და ჰუმანური რაღაცები, მაგრამ უცებ მე გახსენდება მიზნები. ამას რო იძახის. აუ ამას ვლასტირომ, აი ვიღაცები რო არიან და ამათ ეხა ვლასტირობის წე რას უზავენ ქვეყანას, ხო ხდები? ეს რა საშინელებას დამართებენ რა. რა თქმა უნდა, ანუ მან ვიცი რა იყო ძალიან სასაცილო როდესაც პრემიერ-მინისტრმა გააკეთა კომენტარი, რომ თანაგზნობის განცდაო რთულიაო რა. ხო. ამ ადამიანების მიმართ მაგაზე გააკეთეს ეგრევე დაპარალელება, როგორც ჩვევიათ, ანუ ეგ ხო ძალიან მაგარი ტიპები ნაცებს იმაშვებიან უდგანან გვერდში და ნაცების მოძლიერებას და ნაცების მოყვანას ჩალიჩობენ ამდენი წელი და ყველაფერში რო უნდათ, რომ შედარება აი ნახენ ნაცების მსგავსი განცხადება არის. რო შეადარეს ნულოვან ტოლერანტობას. ნულოვანი ტოლერანტობა ყველანი ციხეში და ჩვენ მათთვის ტყუიები არ გვენანება იყო რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური დაკვეთა, რომელიც სააკაშვილმა განახორციელა შემდეგ და პირდაპირ მნიშვნელობით ქუჩაში ადამიანების მოკლით და ციხეში გაუპატიურებით და მოკლით გვირგვინდებოდა ეს ყველაფერი, ეს გაცემული ბრძანება, ის რაც თანაგზნობის ნაწილზე იყო ნათქვამი და რაზეც შენ ამბობ და რაზეც აქ ჩვენ ვსაუბრობთ, არის ზუსტად ის მონაკვეთი, რომ ადამიანები, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში აგენტურული მიზნებით, გარედან ფარული დაფინანსებით, ისევ იმწამებელი და გამაუპატიურებელი რეჟიმის გვერდით და მათი მხარდაჭერით ცდილობენ შეცვალონ ძალადობრივად ამთან მიკროსოციუმმა დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება და ამის პარალელურად ყველანაირ ინსტრუმენტს მიმართავენ რომ რაიმე ტიპის შფოთი შემოიტანოს საზოგადოების ცხოვრებაში იქნება ეს აგერ ზემოთხსენებული ჩვენ გარდაცვლილი მეგობრების ჩვენი ამ შემთხვევაში თავიანს არ ლანძღვავენ რა თქმა უნდა ლანძღვა და გინება იქნება ეს ყოველად ქართული კულტურისგან გაუცხოებული ეს ქუჩაში თავდასხმა და შეურაცხყოფა ბავშვებთან ერთად, ოჯახის წევრებთან ერთად
როდესაც ხედავ რომ ადამიანები ყოველგვარი კულტურული მორალის და ეთიკის თუ სამართლის და კონსტიტუციის ფარგლების მიღმა მოქმედებენ ამას მხოლოდ და მხოლოდ იმად აკეთებენ რომ იმიტომ კი არა რომ ვიღაცას მართლა პირადი ბრაზი აქვს და რაღაცის გამოახშული იმიტომ რომ ნაცურ ნარატივს აზიან და თუ ვიღაცა გაბრაზდა და მართლა მაგ ემოციითაა გასული იმიტომ გაბრაზდა რომ ეს ნაცური ნარატივი შეისის ხორცს ამან და მაგას თulis რომ აი სამართალი და სიმართლე აქეთა და ისტორიის სწორი მხარე მიშა სააკაშვილი არის ხო მაგ ხალხზე ძმა ვერ მექნება მე ვერასოდეს თანაგზნობის შეგრძნება როდესაც დააკავებენ გზის გადაკეტვაზე თუ იმაზე რა ქვია ნებისმიერ სხვა კანონს ძალიან მნიშვნელოვანია ის უცებ უკრაინას რომ დაუბრუნდეთ რეაქცია აი ჩერგომ მე სტატუსი მქონდა რომ უკრაინამ კიო ტრამპს მე მაინც გონია რომ შანსი არ არის მშვიდობისა ამ პირობებზე ჩერგოს და გიგას ვერ დაიტახმებენ პროპუტინელი ტრამპისტები და ჩერგო გამოგვეხმაურა რა და მე სასოწარკვეთილი არაობა მიწოდა სასწორკვეთილი რატო? ხო, სასწორკვეთილი არაობა შემბავარდა, სასწორკვეთილი რატო? ხო იცი, სუკატი კრაშენა იმაში რო არის და. Почему крашена это естественно цвет байхвалос 28 პუნქტიანი დოკუმენტი ჟენევაში ჩანაცვლა 19 პუნქტიანი დოკუმენტი, რომელშიც ასახულია უკრაინის ინტერესები. ანუ კოსტასი 19 პუნქტში თავარი პუნქტი საოცარი ინტერესები არის და ნეიტრალური სტატუსი ექნება. ანუ ნატო უარს იტყვის უკრაინაში და გაფართოებას. ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, იქ სხვა პუნქტებიც არის, მაგრამ ომით მოპოვებული და დე-ფაქტო აღიარებული იქნება სოფლიოს და რუსეთს მართალია რუსეთს მოეხსნება სანქციები და რუსეთი ბუა აღარ იქნება და ხო ხტები რაც მოაბარებს მაგრებზე აბრუნებენ ყველგან. ხო. სადაც გაყვანილი ყავთ ჯირვაში ყველგანს ბრუნდება რუსეთი. ანუ სანქციები ეხსნება და ეგ არის შენი დედის კლა თამარ და გიგასი რომ მარტო მაგით ოპერირებდი რომ რუსეთი და მეცი რა მაინტერესებს ხო რუსეთს დო სანქციები მოეხსნა ჩვენ და სანქცირებულ ხალხს მაინც ტოვებ ესენი არა იქით ვამბობ რა დასავლეთ ეს ხათაშოშ რუსეთ სანქციები მოხდა რუს პოლიტიკოსებს და სარდლებს ჩვენ ანუ უფრო უარესი ჩავიდინეს აი მოსამართლეებმა მაგალითად უარეს ჩავიდინეს ვიდრე აი სარდალმა ხო რომელმაც დეპუტატს არ ვამდუმაზე იმენა სარდალმა რომელმაც დაანგრია ბახმუტი გასაბრძანება აი თითი დააჭირა და აფეთქეს რაღაც ხო უჩას მომწყობმა კი საინტერესო ფენომენი იქნება მე გის არის ხო იმ ექსპერიმენტზე რო ლაპარაკობენ ყბადაღებულზე მაიმუნები გალიაში ბანანს რო ჭამენ და მე რო ცემენ და ახალი პოპულაცია რო იცვლება და რო არ იციან რა თქმა უნდა კარგი არა ჩვენ რანაირად დავასრულოთ ეს სიგიჟია რა ვიცი და ვაფშე შენ გახსოვს ის რამდენი წელი იყო 2 წელი იყო ხო სანქციების ბოლო დილში ხო აი ეგ იყო მართლა სიძინპინთან სანქციების გამოანგრევს ტრამპი და ამერიკა ძალიან უახლოვდება სურვილია ყოველ შემთხვევაში ის დაუახლოვდეს რა და თელი რიგი ჩადის კაცო ტრამპი იმაში მე რა არა მე მეშინია იმ ჯო ვილსონის ჩვენ ხო პროჩინურს ვიწოდებს მართლა პროჩინურ პროირანდული კომუნისტური პროჩინურ პროირანდული ეხა დაემატება პროარაბული და პროირანდული თუ არ პროარაბული როგორ ვართ ესე სიფრთხილე გმართებთ ჯოულსონს თუ გედეკეტა ზმაო მე ჩვენ და არქეოლოგი გვაქვს და ამიტომ ეგრე გუშინ აი მაგალითად არ ჩამომიყვანოთო მანდო რა აი ეგრეა ჯოულსონის ეგ თუ ჩამოვიდა მან დაგვერხა მე მაგალითად ძალიან მიყვარს პოლიტიკაში ესეთი სარკასტული ელემენტები დიდი სიამოვნებით გადავხვდიდი ჯოულსონს ფულს და $1000 და საპირისპირო პოზიციებზე დავაყენებდი 1100 გადახდია ხო დავითვალე კი ბატონო $1100 და დროშასაც დროშით კი ბატონო დიდი მადლობა ოღონდ იმათთვის დაეძახები გედევ ამ ფობხაძეს რო ეძახი შეპროჩინურო შეპროჭია ბერაშვილო აუ გაუშვათ მეგობრებო ხალხი დავასვენოთ ჩვენ დავისვენოთ ხვალ შეხვდებით ეს ნახვამდის მადლობა ყურადღებისთვის